რომ სულ ეხლა მოbrunდა ბატონი შალვა ნათელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის დიდი შეკრება იყო და მე მადლობა მინდა გითხრათ ბატონ შალვა რომ პირველ რიგში ჩვენთან ჩვენი ეთერის სტუმარი გახდით ყოველ შემთხვევაში გასული კვირის ანალიზი აშკარა და ითხოვს სკრუპულოზულ განჭვრეტას რა მოხდა რა შეცდომები იქნა დაშვებული ხელისუფლების მიერ რა პრობლემატიკა დაუდგა ოპოზიციას და დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ამ კვირას ყველაზე სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის დიდი აქცია იქნება რაც თქვენ დაგეგმილი გაქვთ და ფაქტობრივად დღეს თქვენ მე როგორც ვიცი კოორდინირებას ახდენით აი ამ პიკეტისა თუ საპროტესტო აქციისას, რასაც იწყებს პარლამენტის შენობის წინ. ძალიან ბევრი გაუცემელი კითხვები დაუბრუნდა საზოგადოებას, რატომ მოხდა დაუშვათ ამ პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების, იყო ეს პროვოკაცია თუ უბრალოდ რაღაც ბრიკული გადაწყვეტილება, რომ მაინც და მაინც ტროლეიბუსებს და ავტობუსებს ელოდა. ძალიან ბევრი და საინტერესო შეკითხვები დაუბრუნდა თავად საზოგადოებას. მეც მაგ შეკითხვები აი დღეს წავიკითხე ერთ-ერთი რეჟისორი დაჟინებით ითხოვს რომ განმარტება მიეცეს იმას რატომ მოხდა მთელ საქართველოში ეს აქციები და პლუს კიდევ სადღაც მოსკოვში ჩატარებული აქციები ძალიან ბევრი თითიდან გამოწვეული იდეას აიჭირდება რომ პუტინთან არის ეს ყველაფერი შეთანხმებული მოდით აი ბატონ შალვა მე მაყურებლის ეთერს შემოვიყვან რას აპირებთ რატომ წააწყდა თქვენი ესე ვთქვათ მოთხოვნა ყრუკედელს რატომ იყო ესეთი გაჯიუტებული ჩვენი სახელოვანი პრემიერ-მინისტრი და რატომ არის კატეგორიული წინააღმდეგი იმ თავარი და ძირითადი მოთხოვნისა რაც ესე ვთქვათ სოციალური შეკვეთით მიიღეთ თქვენ ქართველებისაგან საქართველოს შრომელებისაგან რომ მოხდეს ფიქსირებული გადასახადი რატომ არ უნდათ აი ამის დათმობა რა ისეთი პრინციპული საკითხი ეს არის ხელისუფლებისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ჩემთვისაც და მე მგონი ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ის თუ როგორი განწყობით უდგას რუსეთის რეჟიმი და ადმინისტრაცია საქართველოს და უყურებს საქართველოს მომავალს მე არ შემიძლია ჩემი აზრი არ დავაფიქსირო გუშინ სალავევის გადაცემა იყო NTV-ში ნუ აი მე მგონი რაღაცა ნახევრად იდიოტებად და ნახევრად ბრეკებად გიყურებენ უკვე რუსები მოსკოვიდან და ეს უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან მთელი ქართველი ერის პირად ღირსებას ეხებიან რაღაცა აპრიორი აქვს აღებული რომ რადგან ესეთი ხელისუფლება ყავს ქართველობას ქართველობა არის არასრულფასოვანი და ისინი დამოუკიდებლად არსებობის ღირსი არ არიან და თუ კი შემოუერთდებიან რუსეთს იმ შემთხვევაში მივცემ თუ აფხაზეთს და ოსეთს გაუგონარი და რაღაც აღმაშფოთებელი ცინიზმის რაღაც ტალღა წამოვიდა და რუსეთიდან. ამაზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია და რატომ ბედავენ ეს რუსის რეჟიმორსდები აი ესეთ განცხადებებს საქართველოზე და თქვენ ოპოზიციონერი ბრძანდებით ხელისუფლება ზირთაში პასუხისმგებელი თუკი საქართველოს აუგადე მოიხსენიებენ მაგრამ თქვენ საზოგადოების წევრი ბრძანდებით და თან აქტიური წევრი შეუძლია თუ არა ოპოზიციასაც დაუშვათ მოსთხოვოს პასუხი აი ამ რეჟიმორსდებს მოსკოვში. აი ამ საკითხებზე მინდა თქვენთან საუბარი და თუ შეიძლება გითხარით დღეს რითი დაიწყო თქვენი გაერთიანებული ოპოზიციის მსჯელობა და თათბირი. მე მინდა მივესალმო ჩემი კავკასიის მაყურებელთა ფართო და საინტერესო აუდიტორიას. აღნიშნავ რომ დადგა ძალიან საჭირო და საინტერესო გაზაფხული, როდესაც ერმა გამოიღო ძამსვიტყვის სრული გაგებით და მისი ილუსტრაცია მოხდა პარლამენტის წინ 9 მარტს სადაც შეიკრიბა სამშობლოს ბედზე შეწუხებული 10,000-ობით ადამიანი ეს ნახავ მთელ მსოფლიოში და დღემდე არ ჩამოდის საერთაშორისო საიტებიდან თუ ტელეკომპანიათა ვებგვერდებიდან ის ძალა რაც დააფიქსირა ქართულმა ხალხმა აი ამ დღეს ეს იყო მართლაც ეროვნული ენერგიის და მუხტის შესანიშნავი დემონსტრაცია და ის არ ეხებოდა რაიმე ვიწრო კონკრეტულ საკითხს მხოლოდ. იქ იყვნენ მოსულები ჩვენი საშუალო ბიზნესის ეროვნული ბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ რომ თავი დაინთავისუფლონ სააკაშვილის გილიოტინისა და საბატონო ხარკისგან, აი ამ საკასო აპარატების სახით. იქ იყო თბილისელების წარმომადგენლები, რეგიონიდან ჩამოსული დელეგაციები, სრულად საქართველოს იდგა. ამიტომ მე მინდა მადლობა უთხრა ყველას ვინც მობრძანდა და დაბრძანდება ამ აქციებს და აპირებს კიდევ მოსვლას 4 შაბათს პირველ საათზე ჩვენ ველოდებით პარლამენტის წინ ასევე ძალიან ფართო აუდიტორიას და დამეწმუნეთ რომ თუ ასე იქნება ქართველი ერი დაკავშირებული დარაზმული შემჭირვებული და ერთად უდგომი ჩვენ ვერანაირი შიდა ავკაცური ხელისუფლება თუ საგარეო აგრესიული ძალები ვერ დაგვემარცხებენ
იგივე იმიტომ გვიბედავს ის რუსეთის თუ სხვა ქვეყნები აი ამგვარი განცხადებების გაკეთებას, რომ იმედი აქვთ ქართული ხალხის დახლეჩვის, გათითოება კაცობის და აი იმ სტრატეგიული საკითხების შეუთანხმებლობის რისი გარშემო კონსოლიდაციას დღეს დაწყებულია და ეს კონსოლიდაცია საზოგადოების შეკვეთით მოდის, რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიები ამაში ავტომატურად და სულიდად ჩართულები და ალბათ ეს შენაკადები, უზარმაზარი სახალხო შენაკადი, პოლიტიკური შენაკადი, სამოქალაქო საზოგადოების შენაკადი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აქტიურობა მოგცემს იმ ძალიან ძლიერ მდინარეს, რომელსაც ვერანაირი კაშხალი ვერ დააკავებს და რომელიც გაწმინდავს იმ სანაპიროზე დაღლილ ნაგავს, რომელიც ისტორიულად ამოიგროვდა. ეს რაც შეეხება ზოგად შეფასებას მიმდინარე პროცესების. დღევანდელი შეხვედრა ეს იყო საკოორდინაციო მსჯელობა პოლიტიკურ პარტიებს შორის გაერთიანებული ოპოზიცია, ცოტა ასე ვთქვათ, ნაჩქარევი ტერმინია, ალბათ რამე გაერთიანება იმგაგებით რომ შეიქმნას ის ბლოკი ან ალიანსი ან კოალიცია, ეს არის ავტომატური და ბუნებრივი კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც აქვს თავიანთი სტრატეგიული საკითხები, რომ უნდათ რომ კოალიციებს გააცნონ. ეს დაწყებული გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ წინა პერიოდში მოგეხსენებათ ზაფხულის პრაიმერებიდან შემოწამული სხვადასხვა ფორმატებში ახალი ნამდვილად არაფერი, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ძირითად საკითხებზე ჩვენ ძირითადად თანხმდებით. ეს არის რა? ეს არის დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფო, ეს არის თვითონული ადამიანი ზრუნვით გარემოცული ხელისუფლებიდან და მთავრობიდან. და არა ბეგარებით, კაბალით, ხარკით, საკასო აპარატით თუ სხვა სახის საწამებელი იარაღებითა და კანონპროექტებით და კანონებით. ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, ეს არის მრავალპარტიული სისტემა, რომლის გარდაცვალებაში სააკაშვილი დარწმუნებული იყო და ეხლა დაინახა რომ ყოფილა გარდაცვლილი, როდესაც მისი კაბინეტიდან რამდენიმე მეტრში ნახა მრავალპარტიული სისტემის გემოს და ნახა გაბრაზებული, აღშფოთებული ქართული ხალხის სახეებიც, გამონათქვამებიც, ჟესტიც და განაცხადიც მთელი მსოფლიოს წინაშე ხდებოდა პირდაპირ კანცელარიის შესასვლელში, როდესაც მრავალი ათასი კაცი იქ მიადგა იმ დარბევის შემდეგ და მანამდე ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ეს პოლიციისა და ომონის და სპეცრაზმის საშუალებით შეაშინებდა ხალხს, ისინი ვეღარ გადმოინაცვლებდნენ კანცელარიისაგან. იყო უფრო მწვავე შედეგი. თუ მომავალშიც ასე გააგრძელებს ხუშოვისებური ბრძანებების გასცემას, მოგეხსენებათ 9 მარტს ხუშოვმა ისახელა თავი, როდესაც აღარ დახვრიტეს უამრავი ასეულობით ქართველი თბილისში გამოსული სანაპიროზე ცნობილ პრობლემასთან დაკავშირებით. ასევე მეორე ისახელა თავი, როდესაც დაურეკა ჟავანაძეს გაბრაზებულმა რაღაცამ ჩაუტანა, მგონი აფხაზების დელეგაცია ჩავიდა, რომ ჩვენ თურქეთთან გვიდოდა თურმე და ყველას გადაასახლებს ჩუაზიაში. აი ასე დარეკა გავხეცებულმა სააკაშვილმა იმის გამო, რომ ნახა ერთად შეკრებილი ქართველების ძალა და პოლიციის ხელმძღვანელებთან და პირველ რიგში ვანო მერაბიშვილთან უწუთელი გადაწყვეტილება და უთხრა დაარღვია მიტინგი. რა თქმა უნდა მიტინგის დარღვევა ვერ გადადეს, მაგრამ ის გზავით რომ გახსნეს. აი ამ ბატონ შალვა მამატე. ამიტომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში გმართებს მაქსიმალური სიფრიზლე, უკან დაუხევლობა, ორგანიზებულობა, ვაჟკაცობა და ესეთი ერთიანობის დემონსტრაციები, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს უკვე რამდენიმე დღე პარლამენტის წინ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მებრძოლი და პროტესტანტი ფენა, რომელიც ხელისუფლებამ გაყარა ბაზრებში, მაგრამ მათ საერთოდ სამუშაო ადგილი თვითონ ქმნიან პროდუქციას, თვითონ შემოგვცენ აწარმოებენ ბრუნვას მთელი ამ პროდუქციის და დღეს უკვე მომდენს რომ ჩაუძროენ სულში, ჩაუძროენ ჯიბეში, უკანასკნელი მოგება წაართვა რომ სახში ვერაფერი ვერ მიიტანოს. მე მინდა გითხრათ, რომ იწევს განსუფრებას თვითონ მოდელი აი ამ პოლიტიკის. უნდა ცოდნოდათ სააკაშვილის და ნოღაიძეს და სხვებს, რომ ამგვარი კანონპროექტი გამოიწვია ასეთ შედეგებს. მაგრამ იმდენად იყვნენ დარწმუნებული, რომ ხალხი არ გამოვიდოდა, არ გააპროტესტებდა, რომ არ დაეხიეს უკან. ამის გარდა მათ ჩადებულად კიდე შორს გამიზნული გაწვლები ამ კანონპროექტში. იციან, რომ ეს არის რევოლუციური გაიგაგებით, ეროვნული ბურჟუაზია ეს ხალხი. ესენი არ იმართებიან საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან და იქ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის სავალდებულო არ არის. რო გაივლე ბაზარში და დაგინახავს, რომ საწყალი ხარ და ღარიბი ხარ, კიდევაც დაგიკლებს. ეროვნულია. ამიტომ ეს შინიათ ამ ხალხის. ეშინიათ რომ ისინი ჩვენ გამოვიდნენ იგივე აქციაზე და იგივე თქვა ხელისუფლების შეცვლაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ საკასო აპარატებს თუნდაც რომ ჩაუმონტაჟონ ჩიპი არ ქვია ეს ახალი პასპორტები რო გამოდიან ამერიკაში ელექტრონული პასპორტი რომ კოსმოსს და კონტროლდებით თელი გადაადგილება ადამიანის და მთელი პირადი ცხოვრება აი ესეთი ჩიპების ჩამონტაჟება უნდა საკასო აპარატების საკითხი რომ მე რა უთხრა რომ აი
შენ არ გაატარე მეზობლისგან გამოტანებული რაღაცა სუვერენი რო გაყიდე, სუვენირი, არ გაატარე საქართველოს ოპერაცია და ეხლა შემოვა მერაბიშვილის და კეზერაშვილის ფინანსური პოლიცია შავდღეს ჩააგდეს, დაღაჯერებს, მე დავიჯერე და ასე შემდეგ. ანუ გაწვლა იყო მრავალმხრივი. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, თუმცა ეკონომურ გათვლაზე რა გითხრათ, როდესაც ფიქსირებული განასახადი როდმედი შემოსავალი შოა ბიუჯეტში ეს დაანგარიშებულია, ვიდრე აი ამ საკასო აპარატების დარიგები და აქტიური ბაზრების. ამიტომ ვდგავართ ძალიან საინტერესო გზის გასახარზე, ძალიან საინტერესო ნაპირზე, ანუ ახით ნაპირზე ვართ ქართველი ხალხი ყველა ერთად. იქით არის სააკაშვილი და მისი ბანდის რამდენიმე წევრი. ბავშვებო, მაყურებლები გველოდებიან, თუ თქვენ ნებადამთავთ, მოდით აი ძალიან ხშირად შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვები არის და ბოდო, მაშინ მე პირობას ვაზრობ, რომ ცოტას ვილაპარაკებ და მეც ამასვენებ. დიდი მადლობა, გისმენთ ეთერში ხართ. დიახ, დიახ, ალბათ. მე დიდი მადლობა კავკასიას ბატონის შალვას მოწვევისთვის და დიდი მადლობას მოგახსენებთ, რომ იმის საშუალება მოგვეცა, რომ ბატონო შალვა მოგესალმებით. მე თქვენი პარტიის წევრი აქტიური და დღესდღეობით ნუ რაღაც პასივში ვიმყოფები რაღაც ცხოვრება. და აქტიურობ. არ ვიცი თქვენ მიცანის თუ არა, მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დიდი ბრძოლა მიწევდა რევოლუციის დღეებში და მომდევნო დღეების შემდეგაც ამ ხალხისთვის, ჩვენი ხალხისთვის მე დამერწმუნებინა ის, თუ რატომ არ იდგა შალვა ნათელაშვილი ხალხის გვერდზე და რატომ არ იდგა ლეიბორისტული პარტია იმ დღეებში იქ და ახლა დღეს რომ მოვიდა ხალხი აზრზე და დღეს რომ ამას ხვდებიან, მე მოხარული ვარ ამისი. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო შალვა, თქვენ არსებობთ და აი მინდა კიდევ ილაპარაკოთ და მე მინდა თქვენ ეს ხალხი რაოდენობა მასა აყვეთ და გამოყვნენ ბოლომდე. მე მოუწოდებ კავკასიის ეთერი. დიდი მადლობა ბატონო დავით კიდევ იმისთვის, რომ კავკასია არის ქართველი ხალხისთვის. კარგად ბრძანდებოდეს. ბატონო შალვა, ძალიან საინტერესოა ამ ქალბატონის განწყობაც და აი პათოსიც. მე ერთ შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი მე სადღაც თუ მიმეხსევრება ყოლატობს 6-20-ზე თუ 6-9-ზე ვიყავი იმ აქციაზე პირველი სკოლიდან ძლივს მივახციე და რა ვნახე, იცით, აი ფილების ის რო არის ტროტუარი. ცნობილი ტროტუარები, საფეხურები რო არის პარლამენტში. ხალხი იდგა იქ. ну დაახლოებით 60-70 სანტიმეტრი არის ესე იგი ტროტუარიდან აი ეს ფილები იყო ესე ტროტუარი და გაზონები იყო გადაჭედილი ხალხით პოტენციური საფრთხის შემცველი ეს ელემენტარულად შეიძლება იქიდან ასაკის ხალხი იდგას უკვე აი კოლონები რომ არის პარლამენტის ბოლო კოლონამდე ხალხი იდგა რა საჭირო იყო ხალხის აი ამ ტროტუარ გაზონებზე დადგომა რატომ არ შეიძლებოდა მათი გადმოყვანა და ცივილიზებულად ნორმალურად დამდგარიყო ადამიანები თუნდაც ასვაზე გზის სავამ ნაწილზე. გუშინწენ უყურე საშინელი და დამთქმელი გადაცემა იყო სახელმწიფო არხზე. ეს კუბლაშვილი და ვიღაცა იყო კიდე თავისუფლების ინსტიტუტის ეგრეთ წოდებული ექსპერტი და ორივენი მეთოდურად და ცინიკურად უსაბუთებდნენ ბატონ კახა კუკავას, რომ კანონი არ დარღვეულა. მე მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. თუ კი თქვენ ნებართვა გქონდათ მერიისგან აღებული. რატომ ავიწროებდნენ ადამიანებს და რატომ აიძულებდნენ ესე ვთქვათ გაზონებზე მდგარიყვნენ და რატომ არ შეიძლებოდა ისინი ჩვეულებრივად როგორც ნორმალური ადამიანი იქცევა, იდგნენ ჩვეულებრივ ქვაფენებზე და არა 60 და 70 სანტიმეტრიან ქვებზე. მე მინდა მოგახსენოთ, რომ არავითარი ნებართვა მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ოდნავ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი არ არის საჭირო. საქართველოში მოქმედებს შეტყობინების ინსტიტუტი, წინასწარ ვაცნობთ ჩვენ 5 დღით ადრე როგორც განსაზღვრულია კანონით მერიას, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტება და იქნება მარში კანცელარიისაგან, მშვიდობიანი მარში. ეს ხო შეთანხმებული, ეს ხო კანონური და კონსტიტუციური, მაგრამ ახლა სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან ძნელია ისაუბრო, რომ კანონი და სამართალი რაღაცაში იმოქმედებდა. თუმცა აქცია შედგა, მარშიც შედგა, უფრო წვალად აგრესიული ვიდრე ვაპირებდით, იმიტომ რომ ხალხი გაბრაზდა ბუნებრივად, როდესაც დაინახა კიდევ ერთხელ ვისთან აქვს საქმე. და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო თლიანად სააკაშვილის კისერზე გაღებული ცოდვა, დანაშაულებრივი ბრძანება. მართალ ახლა იქ ისეთი ამ სერიოზული ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ნუ გაიარეს მანქანებით რაღაც საშინელი მუსიკა დაყენებული. პატრულის მანქანას უთხარი კიდევაც აშალახო დააყენეთ, რაღაცა სასწაული მოსასმენ. და მეებზე მოქმედებს. ხო.
ანუ გაშლებდა კაცი უცბად რომ დაინახა ამდენი ხალხი. თქვენ თვითონ შეშის გამო გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ხო შეშინებული კაცის ბრძანება გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რომელიც ასევე შეშინებული კაცია და მე ვიტყოდი რომ ძალიან საცვლავი კაცია, მოხდა იქ სადაც არ შეიძლება ყოფილიყო ის და მისი დონის ინტელექტის მიხედვით ადამიანები და მე კარგად მახსოვს იქ პოლიციის ხელმძღვანელების ფერი სახეს. ძალიან ცუდი ფერი ჰქონდა და გძნობდნენ რომ იქ სერიოზული რაღაც შეიძლება მოხდარიყო თუ არ იმოქმედებდნენ ძალიან ფრთხილად. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ სააკაშვილის ამგვარი ბრძანებების გაცემის ხალისი დაეკარგოს და მე იმ დღეს დაეკარგა. არა, გეთახმებით, მაგრამ უსაფრთხოება არის დასაცავი ადამიანების სიცოცხლის საფრთხის წინაშე იდგა, იქ ძალიან ბევრი პირველი სკოლასთან მიწისქვეშ ჩასასვლელი რომ იქ ფილებზე იდგა ხალხი, ელემენტარულად ვინმე ფერფილში. რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენი ჩინოსნები და ქალაქის მამები, რომ ის მომიტინგეს საქართველოს მოქალაქე არის და არ შეიძლება ესეთი რისკის ქვეშ დააყენოს. საქართველოს მოქალაქე და მომიტინგე მაგათ ნაკლებად დაინტერესებს და ეს დაადასტურა მათმა პოლიტიკამ, რომელმაც უკვე ისეთ ჩიხში მიგიყვანა რომ გამოსულა ბიჭურის და ხელების პატურით რაღაცას ვაგნებ. სენატი ვირავის ბოლოს, ხო? მათ გაუსწრებთ გულ ენაზე რუსთავის პროსპექტი გადაიკეტა. ასეთ რამეს არ ეძებდა. 14000 და არ ეძებდა ხალხის სამრავლობის მოსულობას და ფიქრობდა რომ მათ არჩევოდათ ვარდოსნობის რეკორდი, როდესაც აი დღეებში მართლაც ბევრი ხალხი იყო გამოსული და ეს იყო წმინდა წყლის შოკი და მოგესალმებით ახლა შოკს სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად უძლებენ და აღიქვევენ და გადააქვთ. სააკაშვილის ნაირი პიროვნება ახლა სხვანაირი მოქმედებას ვერ ჩაატარებდა იმავე. არა, დასანანია მოქალაქეების ესე. კაცი რომელიც პირდაპირ ტელევიზიით იძლევა დახვრეტის ბრძანებას პოლიციის მიმართ და ეს კაცი არის პრეზიდენტი და არა ვთქვათ ვის აქვს უფლება ადამიანის სიცოცხლის აღკვეთაზე გასცეს განგრეულება და ბრძანება სასამართლოს გარდა, ხო? და ეს გამოძიების გარეშე იძლევა ამის გაკეთების ნებართვას, არა? ასეთი კაცებად ასე დაწყვეტილებას მიიღებდა და მე ვიდა ურჩიო მას და მის ვიწრო თანადგუნდელებს, რომლებიც დარჩენ იმ სოროში, რასაც კანცელარია ჰქვია და სადაც ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ ბავშვთა სასახლე. ეს არის მშვენიერი ბაღი, ძველი ახალ კორპუსის დაემატება ერთმანეთს, იქნება უამრავი სექციები, წრეები, არის ორი შესანიშნავი სკოლათა დარბაზი, კლასიკური უნიკალური ბაღია, სადაც მართლა ეგ არის ბავშვების სათამაშო მოედანი. ეგადაცეს ბავშვებს იქ რაღაცას რომ დაუყრიან აგურის ფხულის და მერე ორი წუმა გადარეცხავს. ეგ არის საბავშვო მოედანი. ასე ვაპირებთ, მანამდე ჭკუით მოიქცნენ, ამას სისულელე არ გააკეთონ. რამდენიც ხალხის დაკავება ამას მე მიხდებოდა კანცელარიასთან. ჩვენ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მიხდებოდა, ამას თხოვეთ რომ ძალიან ვთხოვთ 1 მეტრი გადავიწვიოთ უკან, 2 მეტრი გადავიწვიოთ უკან. ძალიან ცოტა მანძილი აცილებდა სააკაშვილის კაბინეტს იმ ცნობილ მოვლენებს და პროცესებს, რასაც ხალხი უკვე ნატყობს და საკმარისია დაიძახო მიტინგზე რომ ძირ სააკაშვილის ხელისუფლება და რეჟიმი მთავრობა და მოდის უტაშის კასკადი. იქ მართლა საკას ოპერატების კი არ დგას მარტო ხალხი ამ ტექნიკური გაგებით. არსებული პოლიტიკით აღშფოთებული, უკმაყოფილი, გამწარებული და დამშეული ადამიანებია და მათ ცოტა ფრთხილად გამოეცევა კიდე ეს ხელისუფლება, რომ მე შეიძლება მერცევა კონტროლო პროცესები და მათთვის იყოს ზავგვია. დიდი ბანკო მოდის მაყურებელი შემოვიყვანოთ. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო, შევარდნილ. ბატონებო. დიახ. აი ეს ხელისუფლება ბატონ მიშა სააკაშვილის თანადობით ასე ვთქვათ, რომ გადაგდილი მოქალაქეთა კავშირი ეს ყველა მიწის. მაგრამ უბედურება ის რომ ჩვენი ხალხი კიდე გულმოვიწია დაავიწყდა თუ ვინ იყო ლურჯანაძე სააკაშვილი და შემდეგ მოქალაქეთა კავშირიდან და მაჯავარიანი და ისინი. ეხლა რა მინდა რომ თქვა, უბრალოდ ამ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამათმა შეუძლიათ ესროლონ თავის ხალხს და უკვე ბევრ რამეში უკვე გამოჩნდა ესეთი ფაქტებიც ხედავთ. ბატონო შალვა, შეიძლება ამათთან არჩევნებზე წასვლა ამ ხელისუფლებაზე? აი შეგითხო. მე მეორე. დიახ. აი აზრი არ აქვს ხო? ეხლა ვთქვი რომ ამათმა ესენი მსვლელები არიან თავის ხალხისთვის. ეს ვია მიტინგს არ არის გამორიცხული. და აი როგორ უნდა მოიქცეთ რომ ეს ხელისუფლება მომიშოლა. დიახ. აუ გაეთიშა. და მაინც საინტერესო შეკითხვები იყო რა ზრდა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ლოგიკური და ბუნებრივი შეკითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ხალხს საერთოდ უკვე უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მინიმუმ არჩევანის უფლება. ანუ ქართული ხალხის არჩევანი კი არ არის ხელისუფლების შექმნის საფუძველი. არამედ თვითონ სახელმწიფო გუნდში რას მოულაპარაკებენ და რომელი ბანდის ხელში დარჩება ამა თუ იმ ეტაპზე ძალაუფლება, ეს ხდება და მე ვინ დაუდასტურებს ლეგიტიმურობას უცხოეთში. რომელ ჯგუფს დაუდასტურებენ? ფაქტურად შიდა მაფიოზური ჯგუფები
და მათი უცხოური ლობისტები წყვეტავენ იმას, ვინ ყავდეს ჩვენ ხელმძღვანელად უფროსად, ვინ საზღვარგებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს სამწუხაროდ ამ ტრადიცია ტენდენცია არსებობს. მაგრამ დამეწმუნდით, თუ ჩვენ კარგად შევანჯღავთ ამ ხელისუფლებას აი ესეთი მასობრივი აქციები და მიტინგები და გამოსვლებით, შესაძლებელია ჩვენ უკვე ვიფიქროთ მშვიდობიან განვითარებაზე მოვლენების. იგივე თუ არჩევნების მთელი პროცესი გაკონტროლდება ხალხის მასების მიერ, დამეწმუნდით, რომ გაყალბების კოეფიციენტი დავალდება მკვეთრად დაბლა და ახლა ისინი თავისთავისტრები ხო არ არიან, ბოლოს და ბოლოს ოჯახი ხო უყვართ, არა? აქედან მშვიდობიან გასწრებაზე მაინც ხო ფიქრობენ. 30%-იანი ბარიერი ეს კომპლექსი მათ დაუნგრიეთ და დაუმარცხებლობის კომპლექსი, რომ მათ შეიძლება ყველაფერი ეპატიოს, გააყალბონ, გადაწერილ ოქმები დაარბიონ, არა? და ეს პროცესი დაწყებულია უკვე, ამიტომ აქვს ისტორიული მნიშვნელობა აი ამ გაზაფხულს, რაც მე ვთქვი შესავალში. და დაინახავენ, რომ ქართული ხალხი იკრიბება მაშინ, როცა სამშობლოს უჭირს და თვითონ იღებს ხელისუფლებას თავის იგივე პარლამენტის წინ და იმ საათებში ხელისუფლება გადმოსული იყო ძალაუფლება ამ ხალხის ხელში. ფაქტობრივად, ეს ხო ფაქტია, მეტაფორია. მაშინ სხვანაირად წავა პროცესები. თუ დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ გულგრილი ერთმანეთის პრობლემებისადმი, აი თქვა ხალხი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ამბები არ მაინტერესებს, მაგრამ თავიანთი ამბიციები და დაწინაურება უნდათ, ეს არჩევნი კანონი ჩემი პრობლემა არ არის. თუ პოლიტიკური პარტიები იტყვიან, რომ იცით რა, ახლა მე დავდგები იქ მიანაბრის გვერდით, ან პენსიონერის გვერდით, ან საშუალოწლიური ბიზნესის პრობლემებზე, ახლა საკას ოპერატები რა ჩემი საქმეა, აი ასეთი მიდგომა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამით შესანიშნავად ისარგებლებს და დააგროვებს ახალ მადანს საკუთარი რეგულირებისათვის, მაგრამ ეს ალბათ ასე აღარ იქნება. დღეს უკვე პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებაც ყალიბდება ერთ მთავარ მაგისტრალურ მიმართულებაზე. ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, ეროვნული ქონება, სიმდიდრე, სიკეთე უნდა იყოს ხალხის განკარგულებაში, ხალხი უნდა აძლევდეს შეკვეთას ნებისმიერ ხელისუფლებას, რა პროცენტით არ უნდა იყოს ის მოსული, როგორი მოქმედოს და რა გააკეთოს. როგორც მე მახსოვს ქალბატონ სალომე ბრძანებდა, რომ აღაპირებდა, ესე ვთქვათ, სოლიდარული ყოფილიყო აი ამ გარემო მოვაჭრეების პრობლემატიკასთან და რადგან დღეს იქ თქვენთან შტაბში მოვიდა და აქტიურად ჩაერთო პროცესში, როგორც ჩანს თქვენი ესე ვთქვათ რიცხვი იზრდება იმ ადამიანებისა, ვინც უდგეხართ აი ამ ფიქსირებული გადასახადის დაუყოვნებლივ შესვლას ამუშავებას ეთყობა ქალბატონ სალომეს მაემხრო. პრინციპში დღეს ქალბატონ სალომეს რამე კონკრეტული განცხადება არა, წინადღეში ბრძანება რო არა. ეს ვამბობ, არაფერი. ხო მოვიდა მაინც. განცხადება, მაგრამ მონაწილეობდა რა თქმა უნდა საკოორდინაციო. ძალიან კარგი და მე ძალიან პროგრესია. მე მოდით მაყურებელი შემოვიყვანო და რეკლამის შემდგომ გავცეთ პასუხი. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ, გისმენთ. დიახ. ალო. დიახ, ეთერში. ბატონო, რა ფისკალური ეფექტია გათვლილი საზღვაოს აპარატები? რა ბრძანეთ? რა ფისკალური ეფექტი რა არის საზღვაოს აპარატები? მოგესალმებით. მადლობთ. ალო. დიახ. და მე რაცა მაინტერესებს რომ თანხა რასაც ასახელებენ. დიახ. უბრალოდ არის ასაცილო. 10 მილიონი რა. 10-12 მილიონი ლარი. 12 მილიონი ლარი. ეს ამაინტერესებს. თქვენ თუ გახსოვთ, პირველად საზღვაოს აპარატები შემოიღო ბატონო ნიკოლეკიშვილმა. 95 წელს როცა იყო ქალაქის მერი. მაშინ ეგ ვარიანტი არ გავიდა. მერე შეუტანეს შემომტანებმა, ვინც შემოიტანეს აპარატები, შეატანეს შევარდნაძესთან, მოაწერინეს ხედა 96 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში კანონი. მაშინ როდესაც დენი არ იყო. ამ საზღვაოს აპარატებს, რომელიც ღირდა 250 ლარი, უკვე 96 წელში უკვე 500 ლარი გახდა. ლადვას მეტობაზე ესე 80 დოლარი გიდა. და დაუდეს გვერდზე ჟურნალები, დაადებინეს ხალხს ჟურნალები, ესე იგი არავითარ ეფექტზე საზღვაოს აპარატი არ იყო გათვლილი. იმიტომ რომ თუ აპარატი არ მუშაობს და ჟურნალს უდებ, მაშინ ჟურნალი დაუდე თავიდან. ხო, დუბლირებას არა, საზღვაოს აპარატი უად აღიდინეს. ესეთი მეორეს ახალქალაქში რო იყო საგადასახადო შევიდა ამ 2 თვის წინ მაღაზიებში გავე ბაზრობაზე ლაპარაკი როცა კაცს უჭირავს მაბოდი და შეიძლება ლარიანი ნასკებს ყიდეს და იმას უნდა დაუდგა 300 ლარი საზღვაოს აპარატი ხო იქ სცემეს საგადასახადოს თანამშრომლები აი ხა იქ თუ დგას დღეს მაღაზიებში საზღვაოს აპარატები აქ არის ბაზრობაზე იქ ვერ გასცემს და კიდე რა მაინტერესებს თქვენ თუ გახსოვთ ამ რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა რკინის დეპარტამენტის თავმჯდომარე იქ რაღაც მიტინგი იყო მოწყობილი და მაშინ ბრძანა რომ ჩვენ ხალხს რა უჩვენე არ გინდა თუ ახალი რკინის სადგური ავაშენოთ ეს ფული არის ხო ამისი რა თქმა უნდა რკინის სადგურს ასაშენებელი ეს არ არის 2.5 მილიონი ლარი ეს არის 10 მილიონი ეს გრანტისა კი ბატონო, აი გრანტით იყოს, მაგრამ მაშინ კიდე ერთ ამას გეტყვით.
მაგამოსის მერე და ახლა კიდე გამოვიდა და ბრძანა რომ ჩვენ ახლა შეკვეთა მივეცით უკრაინაში სასტავი უნდა გაკეთდეს 20 ვაგონიანიო. ეს მოგონია. 11 მილიონი ლარის. ერთი მატერიალი ხო გააკეთეს უკვე შარშან წინა თავმჯდომარემ. რა ეკონომიური ეფექტია რა საჭიროა? თითო ვაგონი ძება 550,000 ლარი ბათუმში რა ქვია წყალს მიაქვს მოსახლეობა. ადრე წაიღო წყალი. 16 ოჯახია, რომელსაც ვერ ეხმარებია. ერთი ვაგონი გადაუვა იმ ხალხს თავზე. და 10 მილიონი კიდევ რჩება. შატოვა არ მეგონის ვატები, არავის არ ჭირდება. ამე ტელევიზორს საყურებლად არავინ არ მიდის ბათუმში. ვისაც მაგნაი ფულს 50 არ გადაიხადოს, ის ტელევიზორს ეხიდეს კიდევაც. მაგ ვაგონის შეკვეთას უკრაინაში. და ესე თბილისში შეუულიათ ხო მაგის შეკვეთა? უარეს გეტყვით. და ფული ჩადო იმაში რა ქვია, ბოლო-ბოლო შეთან ამუშავა, ხალხის დასაქმება, ხო? უარეს გეტყვით, ჩემო ბატონო, აი ახლა როცა ჩვენ მიტინგებზე ვდგავართ და ვამბობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არის კორუმპირებული და ჩვენი ფული, რომელიც უნდა მოდიოდეს ყველა ოჯახში, მიდის მის ვიწრო კლანში, დაგვიდასტურეს კონკრეტული განკარგულებებით. აი ახლა მე მიტინგზე გამოვიტანე განკარგულებებს 28 თებერვლიდან აი უშინლამდე რა. ვიღაც ჯავახიშვილს, ვინმე ჯავახიშვილს ფიზიკური ასე წერია, 1 ჰექტარი მიწა გამოუყო თბილისის ცენტრში. 14 სანტიმეტრი ადგილი გენერირება მევაჭრისათვის და ქვეყანა ინგრევა. ამის გამო საერთაშორისო საგაზაფხულოს და 1 ჰექტარი ვინ დაიმსახურა? აღნიშნულ სარაპატიას 2 კვადრატული მეტრა და გაიტანეს თბილისის ცენტრიდან. ამ ჯავახიშვილმა რა გააკეთა ვით საქართველოსთვის? ეს იგი მისი ნაცნობი მეგობარი რაღაცა ლობისტი. თან ასათიათას 3 მილიონი აჩუქა, მე ბოლო დღეს გეუბნები. 3 მილიონი აჩუქა კორუმპირებულ ძმას ბეჟუაშვილებს სარეზერვო ფონდიდან, რომელიც გათვლილია სტიქიის დაზარალებულებზე. ვითომ ჭიათურ მანგალურის განვითარებისათვის სადირექტორო სადბეჟოშვილებს საჭიათურ მანგალური უნდა იყო. რა შეიძლება ეს? აი სამდენ ლაპარაკი როცა შემოს. არ შეიძლება სახელმწიფო შემოიტანოს საზღვაო აპარატები, თუ ძალიან მაინც უნდათ. შეიძლება სახელმწიფო წყალში გადასცეს მოვაჭრეებს ერთი წლით. შეიძლება დაждდება მაგის ნახევარი ფასი, იმიტომ რომ უკვე მოგება იმ ვის შეუტან, ხო მოგებაც უნდა ნახო. არა სალარო აპარატები ჩემბატონო სოფლიო საბაზრო ეკონომიკის კანონებით არ შეიძლება იდგეს ღია სავაჭრო ადგილებზე. თუ არის სუპერმარკეტი გოჭირდათ ელემენტარულად იქა. და სადაც დენია რა. და დიდი მადლობა რა ბალაშავა უკაცრავად რეკლამის შემდგომ გავცეთ რა პასუხი. დიდი მადლობა უკაცრავად ჩვენ და სარეკლამოდ რომ მოდის. რეკლამა ჩვენს ეთერში.